მოგესალმებით. იწყება ფინალური დაპირისპირება თბილისის მერიასა და ავტოს შორის. თხოვთ ყველას წავაგდეთ ფერზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი. Agavdet გუნდების შემადგენლობებზე გაგაცნობთ. თბილისის მერიის შემადგენლობა 14 ნომერი: დიეგო ლობჟანიძე 6, ოტარ ხუციშვილი 13, გიორგი ჩიკოვანი 33, მიხეილ თოფურია 1, გიორგი ნადირაძე 9, ლევან ჩიხრაძე 17, გიორგი კახელიშვილი 7, კახა კალაძე 4, ლევან კალაძე 8, თორიკე თაღნიშვილი 18, გოგით უგულავა. ავტოსი 12, ნიკოლოზ მუშკუდიანი 1, დადა ბარაჯანიშვილი 2, თამას სუბირიძე 13, ენზარ ნადირაძე 25, ვაჟა ხიდეშელი 3, აკაკი ქუხილავა 5, ლაშა კაპანაძე 24, არჩილ კელიხაშვილი 15, ვაჟა მათიაშვილი 7, ნიკა ისაკაძე 17, გიორგი ჯინიკაშვილი 22, ლაშა ხომასურიძე 20, ლუკას გოგველი 16, ნიკა ბიბილაშვილი და 21 ნომერი ედგარ კაზარიანი. Maçı ემსახურებიან არბიტრები გიორგი ვანდაჭკორია და კობარ ევაზაშვილი. ნიკუშ გაუში. ყველას მოგესალმებით ფეხბურთის მოყვარულებო, დაგიბრუნდით ნანატრი ფინალით. ჩვენ ისევ ლაივში ვართ. შეგახსენებთ, ეს არის Bet Live Master Cup-ის ფინალური დაპირისპირება, სადაც ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს ავტოსი და თბილისის მერია. საკმაოდ რთული გზა გაიარა როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდმა და მოვიდნენ ფინალამდე. შეგახსენებთ, მეოთხე ფინალური დაპირისპირებები ესეთი იყო: არესმა დაამარცხა კოსმო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაამარცხა ანონიმუსი ანგარიშით 5-1, ფასანაური დაამარცხა თბილისის მერიასთან ანგარიშით 4-9, ხოლო კრისტალბეტმა დათმო შეხვედრა ავტოსთან ანგარიშით 1-3. შემდეგ გაიმართა ნახევარფინალები. არესი თამაშობდა ავტოსის წინააღმდეგ დღეს უკვე ნახევარფინალში, სადაც დამარცხდა ანგარიშით 0-3, შესაბამისად ავტოსი გადავიდა ფინალში, ხოლო თბილისის მერიამ საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ანგარიშით 6-3. მოკლედ მივიღეთ ესეთი ფინალი ავტოსი თბილისის მერიის წინააღმდეგ. აფიშა კარგია, განწყობა შესანიშნავი, ტრიბუნები სავსეა, მოკლედ ვიწყებთ ყველაზე მასშტაბურ სამოყვარულო ჩემპიონატს ფეხბურთში. თეთრ ფორმაში იქნება შეგახსენებთ ავტოსი, ხოლო შავ ფორმაში წარმოდგენილი იქნება თბილისის მერია. ორი კაპიტნის შეტაკებას ვიხილეთ პირველივე წამებზე. საკმაოდ დაძაბული ფინალი იქნება ჩემი აზრით. ნახოთ როგორ გაუმკლავდებიან გუნდები პირველ რიგში ერთმანეთს. გეტყვით ძირითად შემადგენლობებს. თბილისის მერიის შემადგენლობა ესეთია: კარში ნადირაძე, გუნდის კაპიტანი 33 თოფურია, 14 ლობჟანიძე, 6 ხუციშვილი, 17 კახელიშვილი, 7 კალაძე, ხოლო 9 ჩიხრაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ ზურაბ ცერცვაძე. ავტოსის შემადგენლობა კი ესეთია: კარში ფარაჯანაშვილი, დაცვის ხაზი 25 ხიდაშელი, 13 ნადირაძე, 24 ნახევარდაცვა კელიხაშვილი, 17 ფლანგზე უკვე ჯინიკაშვილი, მეორე ფლანგზე შესაბამისად ნომერი 22 ხომასურიძე, ხოლო შეუტევს ავტოსისთვის ნომერი 15 და გუნდის კაპიტანი მათიაშვილი. ავტოსის მთავარი მწვრთნელი კი გახლავთ კახატოგონიძე.
ჯერჯერობით ასე თუ ისე დაზვერეს გუნდებმა ერთმანეთი. ხედავთ როგორი გულშემატკივრობა ტრიბუნებზე. რა თქმა უნდა, კარგია ეს გუნდებისთვის. მსგავსი ტიპის გამხნევება. ბოლოს ბურთი ლობჟანიძეს შეეხო, შესაბამისად კუთხურს მოაწვის აპტოს. ამოვიდა თბილისის მერია უკვე სწრაფ კონჩეტევაზე. მოდნის ცენტრში ხუციშვილი უკან მოუწია დახევა, რადგან კარგად გადაკეტა თავისუფალი ზონები. აპტოსმა მოასწრო თავდასხმიდან დაცვაში გადმოწყობა გუნდმა. ვერჩიხრაძემ შეძლო წინსვლა. საკმაოდ კარგ პრესინგს თამაშობს. პირველი ტაიმის პირველ წუთებზე აპტოსი ძალიან უჭერს თბილისის მერიას. გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე. აქ შეიძლება დამღუპელი აღმოჩნდეს გუნდისთვის. შეცდომის დაშვება, სწორედ ამიტომ ითამაშა თავგანწირულად ლობჟანიძემ. და გამოასწორა საკუთარი შეცდომა. ტოფურიას უკან უწევს ნადირაძეზე პასის გაკეთება. ნადირაძის გრძელი გადხორცნა უკვე კალაძეზე. დაიბრუნა ბურთი აპტოსმა. როგორც ჩანს თამაშის წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა. არ მითქვას მთავარი არბიტრები გიორგი ვადაჭკორია და კობა რევაზაშვილი განსჯიან ჩვენ დღევანდელ ფინალს. ეს პასი უკვე გაუვიდა, მაგრამ აი სახიფათო თბილისის მერიამ ვერ შექმნა ეხა ფარაჯანაშვილის კარტა. ყურადღებით თამაშობს ტოფურია. ჯინიკაშვილი არ გაატარა ეხლა შეტევაში. თბილისის მერის კაპიტანმა სწორედ ჯინიკაშვილია ბურთით. ზოულად დატოვა ნადირაძემ კარი. კალაძე ბურთით. ერთ-ერთი პირველი შეხება. თბილისის მერის ლიდერის კახელიშვილმა მალევე შემოიყვანა ბურთი თამაში, ისევ კალაძეზე გადაცემა დაარტყმა, საკმაოდ სახიფათო შეტევა თბილისის მერის მხრიდან. კახელიშვილი გამოიჩა საკმაოდ სახიფათო დარტყმით. არ მithქვამს ასევე მეოთხედფინალური დაპირისპირებები. უпростоრად მერვედფინალური დაპირისპირებები, სადაც აპტოსმა პენალტების სერიაში დაამარცხა კავკასიის ავტოიმპორტი, ხოლო ასევე პენალტების სერიაში თბილისის მერიამ დაამარცხა თელავი. 4-5 მოიგო ორივე გუნდმა პენალტების სერიაში. ორივე გუნდს ჰქონდა ასე ვთქვათ, მთელი ტურნირის განმავლობაში ლაღი და გახსნილი თამაშები, ასევე დაძაბულ ბრძოლაშიც მოახერხეს მეტოქეების დაჯაბნა პენალტების სერიაში. ყურადღებით თამაშობს ხიდაშელი დაცვაში, კარგ გაატარა ეს გადაცემა კალაძემ. ნახოთ უკვე აპტოსი რას მოახერხებს შეტევაში. ელიხაშვილი მარცხენა ფლანგზე გადაიტანა ბურთი. ჯინიკაშვილამდე მიიტანა ხიდაშელმა, მაგრამ დაიკარგა შეტევაში. მათიაშვილის პასის შემდეგ ბურთი. ეძებს თავისუფალ თანაგუნდელს ხუციშვილი. იქვე მოძებნა ლობჟანიძემ თავის თოფურია და მარცხენა ფლანგზე შეტევის ჩიხრაძე. ნადირაძე წინ გეელებს უკვე ბურთს, რადგან საკმაოდ მაღალ პრესინგს თამაშობს აპტოსი. ნახოთ რამდენი ხანი გაკაჩავს აპტოსი მსგავს სტილში პრესინგის თამაშს, რადგან დამჯერეთ ძალიან რთულია მიტოქის ნახევარზე პრესინგის თამაში მთელი ტაიმის განმავლობაში. ჯინიკაშვილი ემზადება ჯარინის შესასრულებლად. ორკაციანი ცოცხალი კედელი დააყენა ნადირაძემ. სტატისტიკურად ცოცხალ კედელს ხდება ხოლმე
ძირითად შემთხვევებში, მაგრამ ამჯერად მათიაშვილზე წავიდა ფაქტიურად გადაცემა და მოახერხა მათიაშვილმა გოლის გატანა. დაწინაურდა აპტოსი, ანგარიში ხდება 1-0. გამოუვიდა ხიდაშელს. ხიდაშელის მხრიდან ეს უფრო დარტყმა იყო ალბათ ვიდრე გადაცემის მცდელობა, მაგრამ მათიაშვილზე წავიდა ბურთი. შემდეგაც მოახერხა მათიაშვილმა ბურთისთვის მიმართულების შეცვლა. ანგარიში გაიხსნა 1-0 დაწინაურდა აპტოსი. ამჯერად უკვე თბილისის მერიამ რაიმე გასაღები უნდა მოუძებნოს აპტოსის კარს თუ სურს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება და კამბექის დადება. ხუციშვილი დარტყმა საკმაოდ სახიფათო. არაჯანაშვილი ჩაერთო საქმეში. აპტოსის კიპერმა საკმაოდ კარგი სეივი შეასრულა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კალაძე მოაწვის კუთხურს. საჯარიმოში ჩაგდება, გამოაქვს ხიდაშელს. ყურადღებით არის თოფურიამ, მაგრამ ბურთს დაეუფლა მათიაშვილი. მოდნის ცენტრში იბრძვიან გუნდები ბურთის დასაბრუნებლად. მოსაპოვებლად უკაცრავად. საბოლოოდ ლობჟანიძე მოაწვის აუტს, ხუციშვილი. უკანონო პასის გაკეთება, რადგან ზონური დაცვის პრინციპით იცავს ახლა თავს აპტოსი და შესაბამისად საკუთარ ნახევარზე თითქმის ყველა თავისუფალი ზონა აქვს გადაკეტილი. აპელირებს მთელი აპტოს იმაზე, რომ მათი იყო ბურთი, საბოლოოდ თბილისის მერია დარჩა შეტევაში, მაგრამ დარჩა დროებით. საკმაოდ მაღალი საფეხბურთო ტემპერატურაა ახლა. ეხლავი მასტერ ლიგის მთავარ არენაზე. ხიდაშელის გადაცემა წინ, ზუსტი პასია, მაგრამ შეტევაში დაკარგა აპტოსმა ბურთი. ლობჟანიძე მოედნის ცენტრში, კარგად გაათამაშა ბურთი თბილისის მერიამ კალაძე. ამ შეტევიდანაც არაფერი გამოუვიდა მერიას. თოფურიამ კი საკმაოდ კარგი შეტევა ჩაშალა აპტოს. ორი კაპიტნის დუელს საკმაოდ ხშირად ვიხილავთ დღეს. საუბარი მაქვს მათიაშვილზე და თოფურიაზე. ეს კი სათამაშო მომენტი იყო. არაფერი განსაკუთრებული უხეშობა ამ ეპიზოდში არ ყოფილა. შეტევის მარცხენა ფლანგზე ჩიხრაძე. უკანონო პასის გაკეთება. თოფურია წამოვა შეტევაში. უხეში თამაში მათიაშვილის მხრიდან. კაპიტნებმა ხელი ჩამოართვეს, ერთმანეთს გრძელდება თამაში. კალაძეზე გადაცემა დარტყმა გადარჩა აპტოსი, რომ სედიზეთ ორ მომენტში ვერ შეძლო. ეხლა ლობჟანიძემ უკაცრავად კახელიშვილმა დარტყმის შესრულება. ლობჟანიძე რას ითხოვს? დღევანდელ შეხვედრაში ვარი გვაქვს, ამიტომ რამე იქნება ვარზე გადამოწმდება მომენტი. მოკლედ გრძელდება შეხვედრა
ვარზე გადამოწმდა მომენტი, რადგან დააჩელენჯა თბილისის მერი ამ ეპიზოდი. არეულობა თბილისის მერის საჯარიმოში ნადირაძემ გამოიტანა ბურთი იბრძვის. უციშვილი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, უნდა დაეხმარონ მას ახლა თანაგუნდელები, ჩამოვიდა გუნდის დასახმარებლად უკან ჩიხრაძე. არეულობა მოედნის ცენტრში, ვნახოთ ვინ ისარგებლებს ამ ქაოსით. საბოლოოდ მერია რჩება ბურთით. არ უნდა აყვნენ ახლა ნერვებს ფეხბურთელები. დამშვიდნენ და უბრალოდ უნდა ითამაშონ ფეხბურთი და მიიღონ ამ ყველაფრით სიამოვნება. მესმის რომ ფინალია, ნებათაღელვა მაღალია, მაგრამ როგორმე თავი უნდა მოთოქონ. კარგი პასი მოედნის ცენტრში, ხუციშვილი, კალაძეზე გადაცემა. ამჯერად უკვე ვადაჭკორია ნიშნავს ჯარიმას. და როგორც ჩანს იქნება პირველი ყვითელი ბარათი. ხიდაშელი დააჯილდოვეს. პირველი ყვითელი ბარათით ფინალში. აპტოსის 25 ნომერია გაფრთხილებული, ფრთხილად უნდა ითამაშოს დანარჩენი წუთების განმავლობაში. ხიდაშელმა, რადგან შეიძლება 6 კაცით დარჩეს აპტოსი. შეგახსენებთ, ორი ყვითელი შემთხვევაში 5 წუთით დატოვებს ფეხბურთელი მოედანს. საკმაოდ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა აპტოსის საჯარიმოს მისადგომებთან. კალაძე ემზადება ჯარიმის შესასრულებლად, ძლიერი დარტყმა, მეკარე იგერიებს ხელით თამაშს, ახლა უკვე გავდა და პენალტს ნიშნავს არბიტრი. გამეორებაზე გამოჩნდება, მის მომეჩვენა რომ იყო ნამდვილად ხელით თამაში, რადგან ბურთმა აბსოლუტურად შეიცვალა მიმართულება. რეჟისორი გვიმეორებს ეპიზოდს. აი ამ მომენტში ხდება მათიაშვილის ხელზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კობარევაზაშვილმა ტყუილად კამათობს ახლა მათიაშვილი არბიტრთან. თუ მომენტის დაჩელენჯება მოითხოვა ახლა აპტოსმა. ითხოვენ ტყუილად, რადგან იყო პენალტი. გადამოწმებს არბიტრი ვარზე მომენტს და დაგიბრუნდებით ისე. თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მიიღო კობარევაზაშვილმა, ამაზე საუბრობდი. მათიაშვილს ხვდება ხელზე. როგორც ჩანს, თავად თბილისის მერის ლიდერი კახი კალაძე შეასრულებს პენალტს. დღეს ნახევარფინალში სწორედ მან დაარტყა პენალტი თბილისის მერის რიგებიდან და საკმაოდ წარმატებითაც, ნახოთ იგივე სტილში თუ დაარტყამს მეკარის მოტყუება ცა და შემდეგ ფეხიც კი დაუცურდა კალაძეს, მაგრამ მაინც მოახერხა საკმაოდ კარგი პენალტის შესრულება ანგარიში, გათანაბრდა 1-1. გაატანაბრა ანგარიში თბილისის მერია, გოლი გაიტანა კალაძე, ნომერი 7. ყველაფერი იწყება თავიდან. შეხვედრის მე-13 წუთით ამოიწურა. დარჩენილ 7 წუთში შეხვედრის პირველ ტაიმში ნახოთ რაიმე სიურპრიზები თუ გოლის კარგად დაიძრა კელიხაშვილი. დარჩება ბურთი აპტოს. აპტოსის რიგებში ნომერი 20 ლუკა ბოგველი შემოვიდა. ყურადღებით თამაშობს. თოფურია და გამოაქვს ბურთი სახიფათო ზონიდან. აპტოსის რიგებიდან მათიაშვილმა მოახერხა გუნდის კაპიტანმა გოლის გატანა, ხოლო თბილისის მერის რიგებიდან თავად თბილისის მერმა მოახერხა გოლის გატანა. ნომერი 7 კახი კალაძე. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიძლება რაიმე ხიფათი შექმნას ახლა აპტოსმა.
შეიცვალა ფლანგი, დარტყმა. შეიცდომა ნადირაძის მხრიდან. მოვიდა შეტევაში თბილისის მერია. აქ როგორც ჩანს დაარღვია თამაში ლობჟანიძე. თამაშის წესები ლობჟანიძე. გავიმეორებს რეჟისორი აუცილებლად მომენტს თუ რას ითხოვს ახლა. რას ითხოვდა მთელი აპტოსი. სათამაშო მომენტი, არაფერი განსაკუთრებული უხეშობა თოფურიას მხრიდან. არანაირი ჯარიმა, უпростоრად არანაირი პენალტი არ დაინიშნება. რადგან კონტაქტიც კი არ იყო საერთოდ დამცველსა და შემტევს შორის, ისე ვარზე მოწყდება მომენტი. ნახოთ. ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო აპტოსმა რომ დააჩელენჯა ეს მომენტი, რადგან არბიტრებმა მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება რომ პირიქით ჯინიკაშვილმა დაარღვია შეტევაში თამაშის წესები და ბურთი დარჩება თბილისის მერიას. ამაზე საუბრობდი, ეს იყო აბსოლუტურად სათამაშო ეპიზოდი, საერთოდ არც კი შეხებია თოფურია ჯინიკაშვილს. კატამ თხარად-ხარას რაღაც ვარიანტია აპტოსის მხრიდან ახლა. ეს ყველაფერზე აპელირება ნამდვილად არ ღირს. თბილისის მერის რიგებში კი ნომერი 8 თორნიკე თარხნიშვილი შემოვიდა. ნადირაძის მხრიდან გადაცემა კალაძეზე, მაგრამ სავარაუდო ადრესატთან არ გაატარეს ბურთი აპტოსის დამცველებმა. ასევე ნომერი 5 კაპანაძე შემოვიდა აპტოსის რიგებში, მოკლედ სრულებებია ორივე გუნდის მხრიდან. ნადირაძე ნაკრებს მოიფიქრებს მერის კიპერი, ისევ გარდაცემა კალაძეზე, ამჯერადაც ყურადღებით თამაშობს აპტოსის დაცვის ხაზი. აძირაძემ გაითამაშა ახლა მცველებთან, კარგი თამაში მისი მხრიდან. ტანში ჟრუანტელი დაუვლიდა ახლა თბილისის მერის გულშემატკივრებს. ჩანს იქნება წუჩესვენება, რომელიც კახატოგონიძემ მოითხოვა ახლა. ვისარგებლებ წუჩესვენებით, მადლობას გადაუხდით თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის, ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბეცლაივი და ჩვენი მედია პარტნიორია ბილაივი. რამოდენიმე წამში უკვე დაბრუნდებიან გუნდები მოედანზე. ნახოთ ახალი სისხლი ორივე გუნდში თუ რა ცვლილებებს მოიტანს. საუბარი მაქვს შესვლაზე შემოსულ ფეხბურთელებზე. მეორებით კი რეჟისორი გვიჩვენებს გოლებს. მსგავს სტილში გაიტანა კალაძემ ნახევარფინალში პენალტი. ძალიან იცადა ფარაჯანაშვილი პენალტის მოგერიებას, მაგრამ არ გამოუვიდა. სამწუთ ნახევარი დაახლოებით შეხვედრის პირველი ტაიმის ამოწურვამდე. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული პირველი ტაიმი გვაქვს, ისეთი როგორც ფინალში შეეფერება. იდაშევის გადაცემა მოედნის ცენტრში ჯინიკაშვილზე. ნიკაშვილს საკმაოდ კარგი პასი გამოუვიდა
კელიხაშვილზე. ყურადღებით არის არქნიშვილი დაცვაში, ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ. საბოლოოდ დარჩა თბილისის მერიას ბურთი. მალევე შემოიყვანა ლობჟანიძე ბურთი თამაში. ნახოთ ნადირაძე კიდევ თუ შეძლებს ავტოსის შემტევების მოტყუებას. საკმაოდ კარგი ჰაილაითი აჩუქა. ნადირაძემ გულშემატკივრებს. ისევ ნადირაძეა ბურთით. ამჯერად უკვე ხუციშვილთან გაითამაშა. ალბათ ეხა თოფურიაზე გააკეთებს გადაცემას, ესეც იქცევა. წავიდა შეტევაში თარქნიშვილი. ამბასი აღარ გამოუვიდა, ლობჟანიძე ძალიან კარგი იყო. პრესინგის დროს არ მიცა სწრაფი კონჩეტევის განვითარების საშუალება. აპტოს. ტემპი პირველ წუთებთან შედარებით უფრო დავარდა. რაღაც მე-10-დან მე-15 წუთამდე უფრო მაღალი ტემპი იყო შეხვედრის პირველ ტაიმში. ახლა კი ორივე გუნდმა როდესაც უკვე მოახერხეს გოლების გატანა, შედარებით დაბალ ტემპში თამაშობს ორივე გუნდი. თამაშის წესების დარღვევის ხარჯზე დააპრესინგა ეხა კაპანაძემ. ჩიხრაძე რჩება მერია ბურთით. არქნიშვილმა კი ვერ შეძლო ბურთის შემაგრება ბოლო ეპიზოდში. პარაჯანაშვილი შემოიყვანს ბურთს თამაში. მისი მხრიდანაც გრძელი პასის მცდელობა. იჩქარა ძალიან პარაჯანაშვილმა ჰქონდა რამოდენიმე ვარიანტი. საბოლოოდ მერია ისევ შეტევაში არ გამოუვიდა. გავადეს კარგი დარტყმის შესრულება იქ. ტრავმა მიიღო როგორც ჩანს ხიდაშელმა. ექიმი შემოვიდა მოედანზე, დრო უნდა გაჩერდეს. ნახოთ ეს ეპიზოდი გამეორებით. თავად ხომ არ გადაუბრუნდა ფეხი ხიდაშელს, რადგან საერთოდ ვერ შევამჩნია იყო თუ არა კალძესა და მას შორის რაიმე კონტაქტი. წოდება საჯარიმოში სწრაფი კონჩეტევა, ნახოთ თუ გამოუვა. აპტოს ნადირაძე ისე მარტივად არ გაატარებს შეტევას. მეორე ფაზა შეტევის აპტოსის მხრიდან. ამჯერად უფრო ტაქტიკურ შეტევაზე გადავიდა. ნახოთ ოღონდის გუნდი. დაკარგა შეტევაში ბურთი აპტოსმა. კონჩეტევაზე მოდის, აბსოლუტურად გასაგებია. გასაგები იყო კალდის ცდელობა, მაგრამ ვერ გაუგეს თანაგუნდელებმა კარგად ბოლო ეპიზოდში ერთმანეთს. მაგრამ ბურთი დარჩა თბილისის მერია, რადგან იჩქარა ძალიან ნადირაძემ და ბურთი მოიგერია ომის ამართოდ. უკვე მიმდინარეობს შეხვედრის ბოლო წუთი დარტყმა. ჩიხრაძის მხრიდან საკმაოდ არაზუსტი გამოდგა. სულ მალე ამოიწურება პირველ ტაიმისთვის განკუთვნილი 20 წუთი. და ბურთი როგორც კი დატოვებს მოედნის ფარგლებს, დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი. ზუსტესი პასი ნადირაძის მხრიდან. სიტუაციაში იყო ჩიხრაძე. ხუციშვილის დარტყმა და გააყოლა ფაქტიურად შესვენებაზე გოლი ხუციშვილმა მეტოქეს. ამით უნდა დასრულდეს შეხვედრის პირველი ტაიმი. ანგარიში გახდა 2-1 ხუციშვილი ნომერი 6 გატანილი გოლის ავტორი. ბოლო პოზიცია. 2-1 გახდა ანგარიში. ბერის სასაგებლო გოლი გაიტანა ოტარ ხუციშვილმა ნომერი 6.
ძალიან კარგი დარტყმა გამოვიდა თბილისის მერიის 6 ნომერს. ესე დასრულდა შეხვედრის პირველი ტაიმი, დასრულდა ანგარიშით 1-2. ნუ ყველაფერი მოასწავებდა იმაზე, რომ ფრედ უნდა დასრულებულიყო წესით შეხვედრის პირველი ტაიმი, მაგრამ აი ესე თბილისის მერიამ ბოლო წამზე გაიტანა საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი და გადადგა დიდი ნაბიჯი ბეთლავი მასტერ კაპის მოსაგებად. ნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით შეხვედრის მეორე ტაიმით. შეგახსენებთ, ეს არის ბეთლავი მასტერ კაპის ფინალი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონის ვინაობას არკვევს აპტოსი და თბილისის მერია. საკმაოდ დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო პირველი ტაიმი თბილისის მერიამ ანგარიშით 1-2. ნახოთ როგორი მეორე ტაიმი გვექნება. უფრო მოიმატებს დაძაბულობა თუ უფრო გაიხსნება შეხვედრა. დასაწყის რამოდენიმე წუთში უკვე შეეტყობა დაპირისპირებას. ხილათ უნდა იყოს ძალიან ხიდაშელი, რადგან ერთადერთი ყვითელი ბარათი აპტოსის რიგებში სწორედ მას აქვს მიიღებული. შეგახსენებთ, თუ მეორე ყვითელ ბარათსაც მიიღებს 5 წუთის განმავლობაში, კასტანკული დარჩება მოედანზე აპტოსი, რაც დიდი დარტყმა იქნება გუნდისთვის. გოლების გატანა თბილისის მერიის მხრიდან მოახერხა კალაძემ და ხუციშვილმა, ხოლო ერთადერთი გოლის შემოქმედი აპტოსის რიგებში არის მათი კაპიტანი მათიაშვილი. ისევ არაზუსტი დარტყმა ჩიხრაძის მხრიდან ჯერჯერობით თბილისის მერიის 9 ნომერს არ მისდის შორეული დარტყმები. ძლიერი პასი გამოუვიდა ხელით ახლა ფარაჯანაშვილს. ახლა რაგბის სტილში გადაკიდა აპტოსმა მოწინააღმდეგის ნახევარზე და იქვე გააგრძელებენ შეტევას. ჯინიკაშვილის გადაცემა, ზუსტესი პასი, რა კარგი პასი გამოუვიდა ახლა ჯინიკაშვილს, მაგრამ კელიხაშვილმა ვერ მოახერხა.
ზუსტი დარტყმის შესრულება. მიხარიონ ამდენი გულშემატკივარი მოვიდა ეხლავი მასტერ კაპის ფინალზე. როგორც ერთ ასევე მეორე გუნდს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ყავს. უბრალოდ ამ ეპიზოდში გამოუვიდა ზუსტი დარტყმის შესრულება კელიხაშვილს, მაგრამ არა ძლიერი. იმდენად რომ ნადირაძისთვის გაეტანა. წამოვა ისევ შეტევაში ახლა ჭიხრაძე. კარგი პასი, მაგრამ ვერ შეიმაგრა ხუციშვილმა ბურთი. საკმაოდ მარტივ სიტუაციაში წამოვიდა ჯინიკაშვილი კონჩეტევაზე. არ მიცა დარტყმის საშუალება კელიხაშვილმა. კარგი პრესინგი მისი მხრიდან, მაგრამ პასი არ გამოუვიდა. როგორც ჩანს ჯინიკაშვილს შეეხო, მან ჩაჭრა როგორც ჩანს ბურთი. დარჩება მერია შეტევაში. უბრალოდ საკუთარ ნახევარზე, მაგრამ დაიწყებს შეტევას ლობჟანიძე. ძლიერი დარტყმა გამოუვიდა თავით კალდეს, მაგრამ არა ზუსტი. შეგახსენებთ, დღეს გაიმართა აფრიკული მასტერ კაპის ნახევარფინალები. აპტოსმა დაამარცხა არესი ანგარიშით 0-3. ხოლო თბილისის მერიამ დაამარცხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ანგარიშით 6-1. საოცრად წაუვიდა, ასე ვთქვათ, მერიას თამაში. საკმაოდ კარგი გუნდი დაამარცხა მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახით. არაერთხელ მithქვამს, რომ საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობა ყავს ფეხბურთის ფედერაციას. ვარსკვლავური მათთვის, ვინც ადევნებს ქართულ ფეხბურთს თვალს. მომენტი აქვს და რა სეივი ნადირაძის მხრიდან, აი რატომ არის ის ჩემი ფავორიტი მეკარე. აი ესეთი რეაქციების შესრულება მარტო მას შეუძლია მასტერლიგას. შესანიშნავი სეივი შემოგთავაზა თბილისის მერიის კიპერმა. ეს შემოგვაკვირვებას ნამდვილად არ გამოიწვევს, რადგან ბევრად მაგარი სეივები მინახავს ნადირაძის მხრიდან შესრულებული. საკუთარ ნახევარზე აკონტროლებს ახლა აპტოსი ბურთს. აპტოსის რიგებშიც არის ნომერი 13 ნადირაძე. იმზარ ნადირაძეზე მაქვს საუბარი. სად მოიპარა ახლა ბურთი, გადარჩა თბილისის მერია. ნადირაძის სეივის შემდეგ თუ არ ვსწრები ხარიხას მოხვდა ბურთი. გაგვიმეორებენ აუცილებლად ამ მომენტს მანამდე მივადევნოთ თვალი. სწრაფი კონჩეტევა თუ გამოუვა თბილისის მერიას. კარგად ჩაჭრა ხომასულიძემ ბურთი. არ მიცან წისვლის საშუალება ხუციშვილს. სრულებები იქნება როგორც ჩანს თბილისის მერიის რიგებში. ნომერი 8 თარხმუშვილი შემოვიდა. ხუციშვილი შეცვალა მან. ეს მომენტი გამეორებით, როცა ნამდვილად გადარჩა თბილისის მერია. ფიდაშელი დაჯარიმდა გალადის წინააღმდეგ. ერთი უხეშობა ხიდაშელის მხრიდან და სავარაუდოდ მეორე ყვითელ ბარათს მიიღებს. თუმეტეს თუ ესე იკამათებს მსაჯებთან უფრო მალე დატოვებს ის მოედანს. მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ კარგად გამოიყურება ხიდაშელი ნადირაძის დუო. საუბარი მაქვს აპტოსის დაცვის ხაზზე. მათ შეცდომებს გოლი ნამდვილად არ მოყოლია. ფურია აღარ გაარისკა ეს ნადირაძეზე. ნადირაძე ძლიერად გზავნის ბურთს. არეულობა აპტოსის ნახევარზე. კელიხაშვილს არ გამოუვიდა კარგი დარტყმის შესრულება. აპტოსი აკონტროლებს ბურთს საკუთარ ნახევარზე. ნადირაძე დაიჭრა მოწინააღმდეგის ნახევრისკენ. დარჩება აპტოსი შეტევაში. ჯინიკაშვილის პასი მარცხენა ფლანგზე. ფიდაშელი ისე უკან უბრუნებს ჯინიკაშვილს.
რთულ სიტუაციაში იყო ახლა თომასურიძე, მაგრამ მაინც შეძლო პასის გაკეთება. იქ უბრალოდ გაატარა ნადირაძემ. როგორც კუთხურს მოაწვდის და მალევე მოაწოდა მათიაშვილმა, მაგრამ მზად იყო ამ ყველაფრისთვის ნადირაძე. ამ ეპიზოდში კარგი იყო ხიდაშელი. მოდი მარტივად დაართვა გალაძეს ბურთი. აქ ჯარიმას ჯერ ერთი გუნდი ითხოვდა, შემდეგ მეორე, საბოლოოდ არბიტრმა არცეც არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა. სათამაშო ეპიზოდებში რა თქმა უნდა მიცეს არბიტრებმა საშუალება ფეხბურთელებს რომ ითამაშონ უბრალოდ ფეხბურთი და ყველა შეხებაზე ჯარიმა რა თქმა უნდა არ უნდა დაფიქსირდეს. საუბრობ ახლა როგორც პრემიერ ლიგის გულშემატკივრის გადმოსახედიდან. აქ როგორც შეტევაში დაარღვია ლობჟანიძემ თამაშის წესები დარჩება ბურთით ავტოს. წამოვიდა კელიხაშვილი, ეძებს თავისუფალ თანაგუნდელს, მარცხენა ფლანგზე მოძებნა საბოლოოდ ხიდაშელი. ნადირაძე დაიძრა. პასი არ გამოუვიდა, ლობჟანიძე იბრძვის ბურთის დასაბრუნებლად დაიბრუნა კიდევაც, მაგრამ დროებით ქაოსი სუფავს ახლა მოედანზე. ერთერთი გუნდი თამაშს ვერ ალაგებს. თამაშის წესების დარღვევა ჩიქოვანის მხრიდან. პირველი ყვითელი ბარათი დაიმსახურა თბილისის მერის რიგებში გიორგი ჩიქოვანმა. ოდნავ შეასრულებს ჯარიმას აპლოსის რიგებში. სამი ფეხბურთელი ემზადება, სავარაუდოდ ჯინიკაშვილი დაარტყამს. ორგაციანი ცოცხალი კედელი შევცდი ხიდაშელმა დაარტყა, მაგრამ ცოცხალ კედელს მოხვდა ბურთი. სტატისტიკურად ესეთი ჯარიმების ალბათ 80-90% ცოცხალ კედელს ხდება მინიფელდში. ძალიან არაზუსტი დარტყმა ნადირაძის მხრიდან. არ დააყოვნა წუთშესვენება, მათ ნამდვილად ჭირდებოდათ ახლა გუნდებს წუთშესვენება, რადგან ქაოსი სუფევდა ფაქტიურად მოედანზე. ბოლო რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა 5-6 პასი ვერ გააკეთა. ერთმანეთის მიყოლებით კარგავდნენ ბურთს. ამიტომ წუთშესვენება ზედგამოჭრილი იყო ახლა ამ მომენტში. მისარგებლებ წუთშესვენებით მადლობას გადაუხდი თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის. ასევე გეტყვის, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბეცლაივი და ჩვენი მედია პარტნიორია ბილაივი. ისევ თარხნიშვილი იქნება მერის ძირითად შემადგენლობაში, როგორც ჩანს, ასევე ჩიქოვანის დატოვა ზურაბ ცერცაძემ. მოედანზე ფრთხილად უნდა იყოს როგორც ჩიქოვანი, ასევე ხიდაშელი, სწორედ მათ აქვთ თითო ყვითელი ბარათი. მეორე ტაიმის ეკვადორიც უკვე გადაუიარეთ, 10 წუთზე ნაკლები შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე შეგასენებთ ანგარიშია 1-2 მერის სასარგებლოდ. მერის მხრიდან გოლების გატანა მოახერხა გალაძემ და ხუციშვილმა, ხოლო ერთადერთი გოლის ავტორი ავტოსის რიგებში გახლავთ მათი კაპიტანი მათიაშვილი. თამაშის წესების დარღვევის ზღვარზე ითამაშა ახლა ხუციშვილმა. ხიდაშელი განაახლებს თამაშს. ჯინიკაშვილი, კარგი პასი მისი მხრიდან. ესე თუ ისე ვერ შეარჩია კარგად პოზიცია ნადირაძემ. მაგრამ ჯინიკაშვილის პასი საკმაოდ კარგი იყო. მაგრამ თანაგუნდელმა ვერ აუწყო ფეხი ჯინიკაშვილის ტემპს.
დაკარგა ბურთი საბოლოოდ შეტევაში აპტოსმა. უკვე მერია გადავიდა გრძელი პასით მოწინააღმდეგის ნახევარზე და იდენტური სიტუაცია მათაც დაკარგეს ბურთის შეტევაში. თუჩესვენება არც ისე კარგად აისახა გუნდებზე. მაგრამ როგორმე ის ტემპი რაც ჰქონდათ გუნდებს პირველ ტაიმში უნდა იპოვონ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ქაოსი იქნება მოედანზე და სავარაუდოდ ესევე დასრულდება შეხვედრა. კარგი პასი, დარტყმა. ფარაჯანაშვილი მარტივად ეუფლება თარხნიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთს. ჯინიკაშვილი. მათიაშვილთან გაითამაშა ისევ ჯინიკაშვილი და მისგან გადავა ბურთი, მაგრამ არ გადავა ჯინიკაშვილისგან, გადავა მათიაშვილისგან. გაიქცა აპტოსის კაპიტანს ბოლო მომენტში ბურთი მოედის ფარგლებს გარეთ. ჩიქოვანი გაათამაშებს შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბურთს. ხელზე მოხდა რომ ხელზე შეეხო თარხნიშვილს ბურთი როგორც ჩანს. მიგდის მათიაშვილი, მაგრამ კარგი იყო თარხნიშვილი. ბურთი მოიგერია. და აპტოს თუ გამოვა რაიმე შეტევაში მათაც დაკარგეს ბურთი კალაძე. დროულად მოასწრო ნადირაძემ დაცვაში ჩამოსწრება. საბოლოოდ კალაძის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაში კაპანაძემ კერძოდ. რაიმე განსაკუთრებული უხეშობა არ ყოფილა, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა ნამდვილად იყო. თავად დაზარალებული შეეცდება ჯარიმის სუსტად შესრულებას. გაითამაშა და საკმაოდ კარგადაც კალაძის ასისტი და ლობჟანიძის გოლი. გოლთან ერთად კალაძემ უკვე საგოლე გადაცემაც მიითვალა. კარგი იყო ლობჟანიძე ძალიან. ზუსტად შეარჩია პოზიცია. ამ გოლში თავისი წვლილი ჩიქოვანსაც მიუძღვის. კარგად კეტავდა ის მეკარეს, არ მიცა მარტივად ფარაჯანაშვილს კარიდან გამოსვლის საშუალება. იგი არა მცველიც ბოლო მომენტში სწორედ ჩიქოვანზე გადავიდა. ლობჟანიძემ კი კარგად გაითავისუფლა თავი დამცველისგან და მოახერხა ბურთისთვის მიმართულების. ისე შეცვლა რომ ორ ბურთამდე გაეზარდა საკუთარი გუნდის სხვაობა. ანგარიში გახდა 1-3 შეგახსენებთ თბილისის მერის სასარგებლოდ. ჯინიკაშვილზე დაიღო როგორც ჩანს თამაშის წესები. შეტევის მარჯვენა ფლანგი დაიჭერა აპტოსის მიერ. ეს იშვიათი შემთხვევა, როცა კალაძე უკვე საკუთარ გუნდს დაცვაშიც ეხმარება. აი ეს არის ზუსტად ფინალის გავლენა. ჯინიკაშვილის დარტყმა, რომელიც თოფურია მოიგერია საბოლოოდ. უფრო უნდა გააქტიურდეს ჯინიკაშვილი, მათიაშვილი, კელიხაშვილის ტრიო. სწორედ ამ ფეხბურთელებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, რადგან ისინი არიან აპტოსის ლიდერები. დაკარგა შეტევაში ბურთი აპტოსმა. მაგრამ მალევე დაიბრუნა. დარტყმა თუ შედგება, თოფურია ყურადღებით არის. არ გაატარა ეხლა ხომასულიძის პასი. დარტყმა ვიხილეთ საკმაოდ საფრთხო, მაგრამ არაზუსტი. კარგი მომენტი შექმნა ეხლა აპტოსმა, რაც ბოლო პერიოდში ნამდვილად იშვიათობაა მათი მხრიდან. რაღაც ვერ აეწყო გუნდი შეხვედრის მეორე ტაიმში.
არც მერიას გამოდის რაიმე განსაკუთრებული შეტევაში, მაგრამ ახერხებს აპტოსის დამარცხებას ვიხილეთ უკვე ჩიხრაძის დარტყმა. დარტყმის შემდეგ თავად დაიბრუნა ბურთი. შეტევის მეორე ფაზა უკვე აღარ გამოუვიდა, მაგრამ თოფურია კარგი იყო დასწრებაზე. დაძაბულობას უფევს ახლა მოედანზე. ეხლა მოიგი ტაიმაუტი. 2 გოლი ჭირდება ეხლა აპტოს იმისთვის, რომ როგორმე კამბექისკენ წაიყვანოს ეს შეხვედრა, სულ დაბრუნდებიან წუთშესვენების შემდეგ გუნდები მოედანზე. დაბრუნდებიან გუნდები მოედანზე. გაგრძელდება ბეთლავი მასტერ კაპის ფინალი. ახობით 20 წუთში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა თუ ძირითად დროში გადაწყდა, რა თქმა უნდა. გამარჯვებულის ვინაობა. გამოვლინდა უბრალოდ გამარჯვებულის ვინაობა. პირადად მე აპტოსისგან ბევრად მეც მოველოდი ფინალში. აკინიკაშვილი არ ყოფდა თამაშს წესებს, მაგრამ ბურთი დარჩა მერია და ვნახოთ თუ გაიტანს გოლს. რა მაგარი გოლი გაიტანა ეხა ახელიშვილმა. ასევე ასისტი მიითვალა გოლთან ერთად ხუციშვილმაც. ანგარიში ხდება 1-4. ეს კი ალბათ ბოლო ტყვია იყო აპტოსის გუნდში. რომელიც კელიხაშვილმა გაისროლა ეხლა, კახელიშვილმა უკაცრავად გაისროლა ეხლა. თბილისის მერი 17 ნომერი გატანილი გოლის ავტორი. საუბრობდი იმაზე, რომ ბევრად მეც მოველოდი აპტოსისგან თუ ვიქნები ობიექტური, ბევრად კარგად გამოიყურებოდა ეს გუნდი. როგორც ნახევარფინალში, ასევე მეოთხედფინალშიც. კავკასიის ავტოიმპორტის დამარცხებაც კი მოახერხა და რევანში აიღო, ასე ვთქვათ. აპტოსმა კავკასიის ავტოიმპორტთან, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ფინალში უბრალოდ ბევრი არაფერი გამოუვიდა აპტოს. შტაბ-ჭრილება შეიქმნება გულშემატკივარს იმისი, რომ დაღლილია ეხლა გამოსული აპტოსი მოედანზე. ბევრად უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა ეს გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში. შეიძლება ეს ფინალის ფაქტორიც იყოს. ფინალს ყოველთვის ახლავს ბევრად დიდი დაძაბულობა. კალდის დარტყმის შემდეგ ძელს მოხვდა ბურთი, მაგრამ დიდად არაფერი შეიცვლებოდა. მერიისთვის ახლა ამ გოლის გატანის შემთხვევაში. სულ მალე დაიწყება შეხვედრის უკანასკნელი წუთი. დრონა გააჩერდეს ახლა, რადგან ტრავმა მიიღო თოფურიამ. რეჟისორს ხო გაგვიმეოროს თუ რა მომენტში მიიღო ახლა თოფურიამ ტრავმა, სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ დავინახე. როგორც ჩანს, უბრალოდ ფეხი გაეჭიმა თბილისის მერის კაპიტანს. მე აღმოუჩენს დახმარებას და იმედი მაქვს გააგრძელებს თოფურია, რადგან მისი დიდი წვლილია არა მარტო ფინალში, არამედ მთელი ტურნირის განმავლობაში. სწორედ იზრუნავდა რომ დაიცვა, ასე ვთქვათ, თბილისის მერის კარი ნადირაძესთან ერთად, რა თქმა უნდა. თოფურია გახლავთ თბილისის მერის დაცვის ბურთში. და კაპიტანიც, რა თქმა უნდა, ამავე დროს. და თამათ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ლიდერიც.
ჯუნიორ კალაძეა ახლა მოედანზე შემოსული ნომერი 4. ნახევარფინალში მოახერხა მან გოლის გატანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. ნახოთ მოახერხებს თუ არა ფინალშიც გოლის გატანას. მამულს რაც ურჩევნია კი ვიცით. ამიტომ ნახოთ დაღალდოთ მოახერხებს თუ არა კალაძე გოლის გატანას. მათიაშვილი გამოვიდა სტრაფკონ ჩეტევაზე თან საკმაოდ კარგად აპტოსი დარტყმა. დრო ამოიწურა, დასრულდა ბეთლაიმ მასტერ ლიგის ფინალი. თბილისის მერია გახდა ამ თასის მფლობელი. მოახერხა აპტოსის დამარცხება ფინალში ანგარიშით 1-4 გოლების გატანა მოახერხა კალაძემ, ხუციშვილმა, კახელიშვილმა და ლობჟანიძემ. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მთლიანად თბილისის მერიამ. მცირე ექსკურსი გავიარო თუ რა გზა გაიარა თბილისის მერიამ. მეოთხე ფინალში დაამარცხა ფასანაური ანგარიშით 4-9. პენალტების სერიაში ასევე თელავი დაამარცხა თბილისის მერიამ ანგარიშით 4-5. საუბარი მაქვს რა თქმა უნდა პენალტების სერიაზე. შემდეგ უკვე ნახევარფინალში ანგარიშით 6-1 დაამარცხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ფინალში უკვე დაამარცხა აპტოსი შესანიშნავი თამაშის შემდეგ.